Tini khani ertment ar shekhotrio. Პრინციპში ყოველ ვიდეოებს უბრალოდ რეაქციის არხზე მოგესალმებით ახლა მე ვარ ნუბი. ეს კი არის უნუბი რეაქციო. უნუბი რეაქცია თან პარალელურად ვაბოცმებ მიკროფონი ხო ისე შენიოთ მუშაობს. მოკეთ უყურებთ დათარსული 100 წლის შემდეგ როგორც იქნა დათარსულს უყურებთ გამოვიდა ეპიზოდი და გვიან ვარეაქტებ. მეგრეა. ვინც არის ეს ჩემი რეაქციების არხი აქ რეაქციებს ვდებ ხოლმე სხვადასხვა ამბებზე. ჯერჯერობით ხოლმე რეაქციებს ვდებ. დელევა მომავალში შევცვალო. დრამს ხაც დავუთ. დავიდა. იო. ფეხბურთის მეფე, ორი კარპე, ჯამტელეკიაშვილი. იდი. ოუ. ნახატავი ბიჭო. გაიოს რამ გადაგრია რა იყო ერთი გოლი გაუშვი. მართალია. მომივიდა აქ მამარდაშვილი არა და რა ოცნებებში ვიყავი. კაი, ვიც კამერიდან ვიდეო რა. სვაში ისე თამაშობს კარგად ვეღარ უყამდი. ამ ხელს გორ. და ფეხები უნდა მოტეხოთ რა მე მელაპარაკები იდიოტო. ვიცი. ძალიან ადვილია თქვენთან მეკარეობა, ფაქტიურად საქმე არ მაქვს. ხო? ზედმეტი ხო არ მოგდის გაიოს. სერიოზულად ვამბობ, ძალიან სუსტები ხართ. აგერ აი ჰარმონიკას დაუკრავ და ისე ვიმეკარებ თუ გინდა. შენ ხო ისე რაც ლუზერი იყო. და ახლა ჰარმონიკა დაითრია. რამე შველი ჰარმონიკიანი ლუზერი გახდა? ერთი გოლი. ვერ გამიტავა. ვახ, გაიოს. კარგად ხარ ბიჭო? გაიოს, გაიოს, ჰარმონიკა სადა? რა მიხლაპა? იმ ხელა რაღაც როგორ გადაგეყვება ბიჭო. გაიოს. რა პრიქვია ბიჭო? აუ პოლიკ მიიძვი რა. ეს უკვე მეტის მეტია. აუშვებო. მეუთის როა ახლა კატაკლიზმა სამივე ნივთი აქვს უკვე. აუ ხო შევწუხდით ამ კატაკლიზმით რა. დროზე გამოვიდა სულაც უნდა ვიყოთ და გეგმა და ეთახმები. უთი აგორავებინი ამათ მეტი არაფერი არ უნდათ. ოჰ, გაიგეჩი. გენიალური. და მაგარია, როცა ვერ ხვდები რა მოხდება. თქვენ მიხვდით, რომ მსგავსი რაღაც შეიძლება მომხდარიყო? ყველაფერი ვიფიქრე, ავე. ჩაოლებრივად გაიტანს, სუპერ ძალით გაიტანს რაღაცა გაანგრევს, მაგრამ ეს საერთოდ სხვა დონია. იცოდე ამაზე რომ ვინმე რამე გაიგოს? თქვენ ხომარობთ ფეხბურთს ბატონო მაჯიკა? მე მოხდა ბურთი თავში ძლიერა თუ გაიოს ჰარმონიკა გადაეყვება. დეფოლტზე ჰარმონიკების გადაყვება. ოუ! არბიჩი ნახე თურმე რა ხდება. ეს ჯოჯოხეთში ეს თუ ვინმეს რამე ადგილი უკავია აქ მნიშვნელოვანიო ყველა მოდითო და ლუციფერი ჯოჯოჯოჯო. ვინ გამე მაგარად საუბრობენ ჯოჯოხეთში. ლუციფერის დედა ხო ისა? და ჩემი კრებაზე გამოძახება პაპაპაპაპა. ლუციფერის გამოიძახეს? მე ფუკუნდუსია. ფუკუნდუსია, მე თვითონ ვერ ვიტყვი? ბოდიში. მე ფუკუნდუსი ხარ, პაპაპაპა, ვიცით ხო? ამჯერად ზედმეტად სწრაფად გაცოცხლდი, მაგრამ მაინც ვერ ხვდები. ჩემ კრებაზე გამოძახება როგორ გამედე? დეცოცხლებოდა ფუკუნდუსა? იმდით თავიან ბავშვს, რომ შენთვის სახე არ გაეძრო. დღე-დღეზე მე თვითონ მოგხედავდი. გონია დამავიწყდა რევოლუციის მოწყობა რომ გინდოდა, პაპაპაპა. ამჯერად ყველაფერი შეიცვალა. მე აქ ყველაზე ძლიერი არსება ვარ. აი მაგ ძუძუს თავებს გაფიცებ არ გინდა რა? ასე ჩემ ძუძუს თავებს, რამე ჭირს და არ ვიცი? არა კაცო, მშვენიერი ძუძუს თავებია. ძალიან კარგი, ვიღაცები ძალიან გონორზე ხართ. ხო, ვიღაცები. ამიტომაც მოდი რაღაცას გაჩვენებთ. არც ისე დიდი ხნის წინ, ჩემმა გაშლილმა ნაწილაკებმა კვლავ დაიწყეს აღდგენა. არა. დაუბრუნდი და გაუცოცხლდი. აღმოვაჩინე რომ კატაკლიზმა თურმე ლეგენდარულ ნივთებს აგროვებდა. რა გააკეთე? ჩემი ერთგული ბუშტი კარგად დამეხმარა. მე რომ გავცოცხლდი, კლიზმას უკვე ორი ნივთი ჰქონდა. ორივე წავართვი. ზვიგენის ხორხის საშუალებით ბუშტი თარსულაში გაუგზავნე და მესამე ნივთიც ჩავიგდე ხელში. ხვილია. სიმართლის ზარი. ზვიგენის ხორხი. უტრუკაცია. მათი გაერთიანების შემდეგი კატაკლიზმას ძალა ჩემია. მე ფუკუნდუსი ხარ კი? ასეთი ძლიერი არასდროს ვყოფილვარ. ჩემს მოკნეულ ხელს სამყაროების გარღვევას კი შეუძლია. არა გაგვთ ბიჭო რაული ვარ ყარაყაული კანონიერი თუ
ყრება იმიტომ მოვიწვიე, რომ შენთან ბრძოლის ო, საჭიროებას როულა ვერ შეუვარდნენ ვხედავ ჩემი. უცებ. რატომ უნდა დავიწყო ომი და ჯოჯოხეთის ჯარის უდიდესი ნაწილი გავანადგურო? სჯობს გონს მოხვიდე და ძალაუფლება მე გადმომილოცო. მალე თარსულას ჰაერში ავწე. წევლასაც დავიბრუნე. ამის შემდეგ კი დედამიწის კი არა განზომილებების დაპყრობასაც კი შევძლო. რაშინდა? კარგი, შენ გაიმარჯვე. უღონდ ერთ რამეს გირჩევ. დედამიწის მოსასპობად რომ წახვალ ის დიდ თავიანი ბავშვი აღარ მოკლა. ვაიმე მართლა. იმიტომ რომ აქ მოხვდება და მაგის ნერვები არ თავის არა. თელ დედამიწას მოვსპობ და სულ ფეხებზე მკიდია. მათი სულები სად მოხდებიან? უკუნდუსი იცი შენ დემონი სახე გავაძრე მაგა შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ? ნუ დაგღალე ბიჭო რა ყელში მაინც არ ამოგივიდა მაგ სიტყვების ზახილი? უკუნდუსი სახე გავაძრე. შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ? დავიღალეთ. რამე ახალი მაინც თქვი? ახალი გინდა? სელუჯი იცი საიტი? მე გავაკეთე შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ? არავინ არ ხარ. ხო ახალი რამე. ბიზნესი გაუვარდა და გადაგვაჭამა თავი. ჯერ სადა ხარ ძმა? დაიცა გავიზარდო. მე წარმატებული ვიქნები, შენ კიდე თოხმასტერი ყანაში. სადიდე თოხნე. ოლიკ მიჯვი ღმერთო ჩემო. მე ბიზნესში წილი მაქვს, პაჭოს კიდე არ აქვს. დანანანანა. ხო გაითხო. რაღაცა ხო უნდა მოვიფიქროთ, არა აქ რისთვის ვართ? მაგრამ ვერ ხვდები იცი, სიმართლის ზარს ადამიანის საიდუმლოს გამოაშკარავება შეუძლია. ვიგენის ხორხი პორტალს ხსნის ყველგან. უტრუკაცია ძალას გაძლევს, მაგრამ აქედან არც ერთი არ ჟღერს ისე საშიშად, რომ მთელი პლანეტის განადგურების გვეშინოდეს. მართალი ხარ. პრობლემა მათ გაერთიანებაში. აბა ბაჭი. სიმართლის ზარი ძალკეთ უდაფარული სიმართლის გაგებაში გეხმარება. დანარჩენ ორ ნივთთან შეერთების შემდეგ ის უბრალოდ სიმართლეს კი არ აშკარავებს, არამედ თავად ქმნის სიმართლეს. რისიც ყველა სჯერა. მოიცა, ანუ მე რომ სამივე ნივთი მქონდეს და ვთქვა, პაჭო ერთი დიდი პარტახია თქო, მართლა პარტახად გადაიქცევა? თან კი თან არა. პარტახად არ გადაიქცევა, მაგრამ ითო არ- ეგრე იფიქრებს. ანუ უნივერსალური ცოდნა იქნება რა, რომ პაჭო ერთი დიდი პარტახია. ნების ანუ რო თქვა რომ მილიონი გამომწერი ყავს, მილიონი გამომწერი არ მიყოლება, მაგრამ ყველას ეგონება რომ მილიონი გამომწერი მყავს. ეხო საშინელება. ყველა იფიქრებს რომ აღოს აუ ის მილიონი გამომწერი ყავს ისე ესე და ამიტომ რავი 1000 რამდენი არის ეგ? 1000 აქ რამდენი გამომწერი? რა ვიცი, გამოიწერეთ არხი. და ვნახავ მე რამდენი გამომწერი აქ. ხო. საშინელება ეგრე. ამიტომ არ ვიტყვი ეგრე. არ მყავს მილიონი გამომწერი. ოპო, ეგ ვაფშე მაგარია. როცა მილიონი გამომწერი ყავს არა, ეგეც არ არის, კაი. როგორ შეიძლება ეგ აკეთდეს? გამოიწერეთ არხი, რომ მართლა იყოს ის, რაც იქნება. წავიდა. ადგილას თუ პლანეტაზე ყველანაირი კამათის და ეჭვი შეტანის გარეშე. თუ დებილი ვარ, რა ეს კატაკლიზმასთან რომ მივაწევი, ამით რომ ჩემთვის ვერ დავიტოვე? დაგიტოვე. რას ნიშნავს ეგ სიტყვა? რა პარტახი, რის პარტახი? სულ ღლიცინი შეიძლება კაცო, ჩვენ ახლა ისეთი ძლიერი არსების მოსვლას ველოდები, რომლისთვისაც არ არსებობს ადგილი და განზომილება, სადაც ვერ მივა. მე არსებობს არსება თუ ძალა, რომელსაც ვერ გადააჭარბებს. აბსოლუტურ სიმართლეს ფლობს. ტიპი თუ იტყვის რომ პოლიკა მკვდარიაო, მართლა იფიქრებ რომ მკვდარი ხარ და მკვდარივით მოიქცევი, ანუ მკვდარი იქნები რა. თუ იტყვის რომ შინც ეგრე იფიქრებ? გილოსავ ახლა მაიმუნების ოჯახიდან ხარ. ოპო. შენ რაღაც პარტახებზე მელაპარაკები. შენ მაიმუნი შენ. და ვაფშე რა უნდა ვქნათ ეგეთი ტიპის წინააღმდეგ, ძმა? თუ აჟითითი ვატაკოთ რომ მოვა? თუ რა გეგმაზე მელაპარაკები? ყველა უნდა დავიხოცოთო და არ ჯობია მანამდე ისეთი რამის კეთებით დავკავდეთ, რაც გვევასება? და რა, დანებდით კაცო? ბოდიში ბატონო მაჯიკა, მაგრამ არც მჯერა ამას რომ ამბობ, მაგრამ პოლიკას ვეთანხმები. კატაკლიზმას წინააღმდეგ, რომელსაც მართლა ძალა აქვს, ჩვენ რა უნდა ვქნათ? დარჩენილი დროს ჯობს არ გავფლანგოთ. ტურამ, თან წაიღე, ჩვენი სიცოცხლეც თან წაიღე, ტურამ, ყველა მოვკვდები. აუ პოლიკ მიი. დედა, მომწყდა ეს ფეხი მძრომ რამე ახალი მიმია და როგორც ყველა ახალი მიმთხნა. პატრონი, კაი დამშვიდი კაცო, არაფერი სანერვიულო არ აქვს. ეხა მოიფიქრე. თუ ეგ ფეხი მართლა არ გჭირდება რამეში. თქვი მე და თვალი ფანჯრისკენ გავაპარე. ოგაჩუმდი კაცო რა, სუშელი ბრალი. რამდენი ვამპირი უნდა მოვკლათ, სანამ ინფორმაციას მოგცემ. ყველაფერს გაიგებთ თავის დროზე კაცო. აუცილებელია რომ მანიაკებით დავერიოთ ამ არსებებს. იმ ტიპს უბრალოდ ტაქსისტი ყველაზე მაგარ პუნჩი. საცნობიერებ, ხო? არია ხე, ხო, ჩემი ფეხი აი მაგინებს პირდაპირ. თან უეჭველი უნდა გადავასხასან მე. საბირფარეშო მჭირდება. მივალთ მოლე საავადმყოფოში და იქ პირფარეში რამდენიც გინდა.
აქ რო ვიპირფარეშო არ შეიძლება? დიდი ბოდიშის მოხდით, აქ ნუ ვიპირფარეშებთ რა. გეხვეწები. რაც უნდა კაცო ამას ამდენი წვალება სულ კაცები ვზივართ აქ. მიდი ფანჯარა ჩამოწია. ფანჯიდან არის პირფარეშო. აქ რატომ შევიკრიბეთ? რა სიცივია, მოვიდა ზამთარი? ლომბები. კაიოს მიდი ფანჯარა დაკეტე. უკვე დაკეტილია. უფრო დაკეტე. თორე ხო ხედავ პინგვინები შემოდიან. ამ თქვენი რეაქციით თუ ვიმსჯელებ ანტარქტიდა იქით, ხო? ხო. ბიჭებო, ასეთი ამბავია, მე და ჭახანამ ვიფიქრეთ რა, მოიცავთ რომელი საათია? ეგ რა გიჭირავს ხელში? ახალი ტელეფონი. რომელი? 16 Pro Max-ი, სელულზე მოვიგე. შე ამას? ვინ მოგცა მაგ საიტის გამოყენების უფლებაში პარტახო? რას ქვია ვინ მომცა, ვისაც უნდა ის გამოიყენებს? აუ, დაიცა ერთ წუთს ძმა. ალო, ნიკა. რა ხდება ძმაო? რა და აგერ ერთი პარტახი ადამიანია და სეულზეო ტელეფონი მოვიგეო. ხო და აწირო ვიცოდეთ რა პაჭო კაკაჩია თუ მონაწილეობას მიიღებს აღებერი არ მოაგებინოთ. რას ქვია ჩაწყობა არ შეიძლება. მე მეკონა საქართველოში ვცხოვრობდით. ოკაი ხო, ოკაი. კაი დამშვიდი პოლიკ რა მოგიწევ. არ გაბო, აუ პაჭო კაკაჩია კატაკლიზმა თუ მოვა და შენ არ მოკლავს, აი ამ ხით გაგიჩეჩქვავ თავს. ზუსტად მაგ თემასთან დაკავშირებით შეკრიბეთ აქ. შენ კი იძახი პოლიკ რო კატაკლიზმა აქ მომსვლელი არაა და არა მოგხოცავსო, მაგრამ იქნებ მოდის. მოკლედ ჩვენ 64-შიც ვართ დამყოფები, ზოგი ჯოჯოხეთშიც. ანუ ორივე არსებობს, ხო და თუ დემონი უნდა მოვიდეს ჯოჯოხეთიდან ჩვენს დასახოსთან, არ გინდა წავიდეთ და მამაოს მაინც გავესაუბროთ, დაგულოცოს არამე. სერიოზულად? ჩვენი მამაო? ხო. ხუჯერაა ნასამართლები, მაგან რა უნდა დამლოცოს? ბიჭო, ეგ მაგის ახალგაზრდობაში იყო. ახლაც ეგეთი კი არაა, სულიერი განვითარება ისაა, ეგეთი წარსული და რომ 7 დაგაწონასწორებულ ადამიანად გადაიქცევი. ან რატო ღუნავ ტვინს ჯოჯოხეთში შენ მოხვდი ისედაც და მეორეთაც ვაი და რამე მოხდეს კიდე იქ რო გაიჩიტო გინდა? ჯოჯოხეთში იყო და დაკეტე ფანჯარა. ისე რას დაკეტილი იყო, მაგრამ გავახიდე თავიდან დავკეტე. ვოი, გაიოს. რანაირად მომეპარე, ბიჭო, გამისკდა გული. აუ, მე მეგონა კიდე სხვანაირი ხმა იქნებოდა ეხლა. აუ, მიდი იქნება და ეხლა მე რა ვნახავთ. საერთოდ როგორც ლაპარაკობდეს, მარტო მელოდიებს უშევდეს. ვისთან გაჩნდე. ხო იცი აქ რატომაც ვართ? რავი, ჩემთვის არაფერი უთქვამთ. ფუგუნდუსი არ გელაპარაკა შენ, ანუ იმისთვის გამოგვიშვა აქ რომ თარსულა დაზვერეთო, გაიგეთ რა ხდება. რა უნდა დავზვეროთ? იდეალური ადამიანი გეტყვის ხარ რა ხდება. დაზვერეო და მე რამე თქვა, მოვაკლევინებდი. ხო იგეცა. მოდი ვეღადაოთ ვინმეს. ბოლოს დედამიწაზე როდის იყავი? არც მახსოვს ბოლოს აქ როდის ვიყავი. მე ვეღადაო. იმას ვეღადაოთ, აი, ნახე რას გავს. გული გაუსკდება რომ დამინახავს. მიდი. შანსია რა გული გაუსკდება. ერთი მომაწევინე რა. აძმა ვაიღე. მადლობა. რა მოხდა? რა ვიცი, რეაქცია არ ქონია. არ შეეშინდა კაცო? არა, მოიცა, ვიცი რასაც ვიზამ. ეხებს მოვიძრობ და ისე მივალ, მე მაინც ხო შეეშინდება. კი. მიდი. ჩემი ძმა, ერთი ღერი მომაწევინე რა. აძმა ვაიღე. რაო? არაფერი ისევ რეაქცია არ ქონია. თავი რომ მოიძრო? რა ხდება ამ პლანეტაზე? მარტო თავი რომ მიხვიდე? ეშინია ამ ხალხს. მოიცა, ვიცი, ახლა ტანსაც მოიძრო და მარტო თავი მივალ. მე მაინც ხო შეეშინდება. მიდი. არ მაქნა ნახი. ჩემი ძმა, ერთი ღერი მომაწევინე რა. მე კი მოგაწევინებ ძმაო, მაგრამ ხო ხედავ წყენს ეგ დედამწოლი. გენიოსი. არ მჯერა რომ მაინც მოგიყვანე აქ რა. ჯერი მგდელმა რო გაიგოს რა, ებიც მაქვს ნაკეთები, აქეთ დამწყების რო ჯოჯოხეთი. შენიერი, რაღაც ეგეთი ანეკდოტი ის რო გაიგოს, აი იმენა მაგისთვის რა, ებიც მაქვს ნაკეთები, ჯოჯოხეთში ალბათ პოსტით გამიშვებს და იქ თვითონ მაწამებს მერე. პოლიკ, მე 1000-ად გეუბნები, არ არის ეგეთი კაცი თქო. შეიძლება შენი სულის გადარჩენის ერთადერთი გზაა ეს და ნუ გაანიავებ შანსებს. მიდი. ეს რა არის საერთოდ რა დავოი. უიმე როგორ ყარს? ეგონება შიგნით ვიღაცა მკვდარს კუნძ დააკუაო. ფუ, მართლა რა სუნია. იმარა ეკლესია მოპირდაპირე მხარეს არა, ამ საცავში რატომ დაგვიბარა? ან რა დევს ამ კუჭი, რანაირი სუნია? ვაიმე! აკროლებული ყუთი შიგ თავსიდან არსება ამოძრა. ნიკო, ეიოთხია იწერს. ისე მე ვფიქრობ. რომ პოლიკას მამა არის პაჭოს მამა და პაჭოს მამა პოლიკას მამა, იმიტომ რომ ძალიან გვანან ერთმანეთს. იმედია პაჭოს. კედრის გარღვევა. რა ვისი მამა ძმაო? რას მოდიალო? კომენტარებს ვკითხულობ. რა კომენტარებს? აი,
თქვენს ვიდეოზე რა კომენტარებსაც წერენ. აბა, მომავალ კომენტარამდე. ო ბაჭო, ერთი ამიხსენი. არსებამ, რომელიც აყროლებული 5 შიგ თავსიდან ამოძრა. რატომ თქვა რომ მამა ჩემი, მამა შენია და მამა შენი მამა ჩემი? რანდომ კომენტარები დაიმატა, შეე. წარმოდგენა არ მაქვს. ბავშვებო, როგორ გამიხარდა რომ მოხვედით? ბატონო ღვთისო, პირიქით მადლობა თქვენ. აუ, ისე დამიძახეთ. აბა გისმენთ. მოკლედ, ასეთი ამბავია. დიდი შანსია რომ თავს დემონი დაგვესხას და მთელი პლანეტა გაანადგუროს. ადრე როცა მსგავსი რაღაც ხდებოდა, პოლიკა ჯოჯოხეთში მოხვდა, ჩვენ 64-ში, ხო და გვინდოდა მოსულიყავით, იქნებ დაგლოცოს მამაო თქო, რომ თუ მართლა ამოწყდით ყველა 64-ში მაინც მოხვდეთ. ო, აი, დაგიჯერა პირდაპირ. რა არის დაუჯერებელი? თარსულაში თქვენზე ბევრად დიდი ხანია ვცხოვრობ. იმდენი რამ მინახავს ვერც წარმოიდგენთ, მაგრამ დეფოლტია თარსულაში. მოხვედრისთვის დალოცვა არ კმარა ბავშვებო. ეგრეც ვიცოდი რა, შესაძლისი უნდა ჩავყაროთ ფული და მერე მოხვდებით, ხო? შენ სასაცილო ხარ, მაგრამ არა, ღმერთს თქვენი ფული არაფერში სჭირდება. ოპო. მხოლოდ ბიტკოინი. ოპო. ხუმრობ. აბა, ახსარება უნდა ჩავაბაროთ, რომ ღმერთმა გვაპატიო შეცდომები? ახსარება კი უნდა აბაროთ, მაგრამ ესეც არაა საკმარისი. ოი, საკითხს ყველა სხვადასხვანაირად უდგება ბიჭებო. ზოგი იმასაც გეტყოდათ, მიდი ფული ჩაყარე, ლოცვები იკითხე, წირვებზე იარა და მურჩა. მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. მეუბნებიან შენი აზროვნება პრობლემებსაც კი შეგიფრის ბოლოშიო, მაგრამ რისიც გულით მჯერა იმას ვამბობ. ვერც ახსარება, ვერც ლოცვების კითხვა და შესაწირში ფულის ყრავი შველის. თუ მზად არ ხარ, რომ პირველ რიგში შენივე თავს აპატიო იცოდვები, რომის მიტევებასაც ღმერთს თხოვ, რადგან ღმერთი ზუსტად აქაა, ჩვენში. როცა ძალას ვიპოვით, რომ საკუთარი თავის მიმართ ვიყოთ მიმტევებლები, შემდეგ შევძლებთ, რომ სხვებსაც ვაპატიოთ და ღმერთიც გვაპატიებს. აბა ასე მარტივი რომ იყოს, მიდი ეკლესიაში ლოცვა იკითხე და 64-ში მოხვდებიო, ჯოჯოხეთი გადატენილი კი არ იქნებოდა. ჩემს თავს უნდა ვაპატიო? რაღაცა მახეს გავს, რა უნდა ვაპატიო? ჩემს თავს არაფერი არაა საპატიებელი. ისე მიცხოვრია მე, რომ ნუ თუ არ ჩავთვლით სუბუქ ხანძრებს, თაღლითობას, ცოტა ყველაფრის კურდობას. კომედიურ ანიმაციას ვის მოხდება? ეს რა ყუთებია, სად დაგვიბარე? ოპაი. ეს შემოწირულობებია, ხალხი რაღაცებს გზავნიან ხოლმე ეკლესიაში. აქ ზუსტად იმიტომ დაგიძახეთ, რომ თქვენი დახმარება მჭირდება. ეს ყუთები უნდა შევამოწმოთ, გადავარჩიოთ, რა ვარგისია, რა უვარგისია და მერე ეკლესიაში შევიტანოთ. თუ არ შევამოწმეთ, ხანდახან ზოგი უგუნური ისეთ რაღაცებს გზავნის. ერთი ყუთიდან რაღაც არსება ამოძრა, რომელიც მამა ჩვენზე ლაპარაკობდა. კი, ხდება ხოლმე. აი, აბა გაიოს და ბაჭო, დაიწყეთ ყუთების შემოწმება და მე დაგაკვირდებით. 1 2 და 3 ტეტა გული მაწუხებს უკვე გადასცემს ეთყობა ფეხი და სადაა ექიმი კაცო? ბიჭო, წადი და მოიკითხე, ხო იცი აქ თუ არის ჩხუბე, ისე არაფერი არ გამოვა. ოხ, გამარჯობა. რა გვაქვს? ფეხი ვიტკინეთო, თავს არ ვუფრთხილდებითო? გვიყვარსო ეს ჩხიტედელაობაო და პოტიალიო ხებზეო? 1 2 და 3 შენ თავი ყველაფერს მიარტყი. თქვენ კუკადარჩიძე არ ხართ 9 წლის. მე მაილი ვარ კაკაჯია. ძალიან კარგი. მაგრამ არ მევასება ეგ ბავშვი, მაგრამ დედამისი აი ძალიან წარმოსადეგი კალბატონი და ფეხი ტკივა კაც, ფეხი. კარგი აბა, შევხედოთ. ვაიმე, რა ხდება? დღეს შაბათია ხო? ფუ შავი პარასკევი გავმაზე. ფეხი ტკივა თქო კაც, ფეხი. კარგი, შევხედოთ აბა. მოსაჭრელია. რა შარვალი ცოტა ძირებშია მოსაჭრელი, აი გრძელია. რა შარვალი კაცო, ფეხი როგორ მაქვს, უნდა მომაჭრანთო და მომაკვნიტო თუ რა უნდა ქნან? ოი ხაბა, ეგ რა ვიცი კაცო. რეგვენი უნდა გადავუღოთ, რენტგენი? ვიღდებ ექიმობას მოსწავლო ახლა. რეგვენს გადავუღებთ, დაველოდებით პასუხებს და ამის მიხედვით ვიმსჯელებთ უკვე მოგვიანებით. დამიშვი ერთი ეხლა მივხვდი ზუსტად სადაც უნდა ვიპირფარეშო, მე თუ ვიზეც უნდა ვიპირფარეშო, მოდი აქ. დიდი მადლობა ბიჭებო. კარგათაც ვილაპარაკეთ. რაც ერთ დღეში შემეძლო მე თქვა გითხარით. ყველაფერი კაი, მაგრამ ერთი რაღაც ვერ გავიგე რა, აი რას ნიშნავს ღმერთს ყველა ერთნაირად უყვარს? ასეა. მეგრელებით? დაგემშვიდობებით და ხვალ გელოდებით. რა ვიცი რა, რაღაცები ვერ გავიგე მე. რა ყველა ერთნაირად უყვარს და შენ თავს აპატიე და მე რა გავიგე იცი ზუსტად? შენ ისევ ჯოჯოხეთში მოხვდები. არა? გაიოს. საიდან გაი? სავარაუდოდ არსადაც არ მოხვდებით. რატო იცი? არაფერიც არ მოხდება. ტყუილად გვეშინია.
მე რამდენად უნდა გითხრათ? ეხლა მოხდება. სულ ეს სამყარო განადგურდება, ესა ისა, სხვები ადიდება, საჭამო იქცევა. მე რამდენად ხდება ასეთი რამე? როდეს მე ამოვწყვეტილ ვარ? რაღაც ხდება. დაიწყო. კატაკლიზმა აქა. კონტრუშაგელა. თქვენ სიცოცხლე გინდა ჩემოდით. მოშორდი აქედან. აუ, მამის მინეძმაო, თუ სიცოცხლე გინდა შემოდით ხო? თუ ეხლა რო გადაგარჩინო, თუ რა? კატაკლიზმა ვერ მოგვატყუებს. პორტალს ვერ ვხსნი. კატა არაფერ შუაშია. თუ სიცოცხლე გინდა ჩემოდით. სხვა გზა არ გვაქვს. შევედით. შევედით. ოპა. მე ფუკუნდუსი ვარ, იქნება დარტყმა. აშა? ფუკუნდუს რა მოიწე? რას ქვია, არაფერი არ მჭირს, კაცო. ფეხი მტკივად ხო რო ვიძახი და ვერ ვაბიჯებთ ხო? რა ხდება? ოპა. უხმოთ ატო ისროლა ფუკუნდუს აღარ მომეწევ. ვინმე იქთქვა მე ფუკუნდუს. შეპა. ოპა დროიზალა იჭირდება თუ უკან დააბრუნე ყველაფერი ხო საგზა არ არის გადაახვიენ უნდა რამენაირად კამბეკტუბი ასეთ სერია გამოვიდა დავალაიქოთ დას ფიქრობ სერიას ცოტა მეცველოდი პროები რაღაც იმას ან რაღაცნაირად დიდი ხანი ვარ მინახავს ალბათ მაგიტომ აუკარგი ის ვაიბი რა ვაიბითაც ნოუყურო მაგრამ კომენტარი მომეწონა კომენტარი რა მოხდა თუ რაც ხშირად ამოხდება მით მაგარი ნუ იმედი ყველა სერიაში იქნება უკვე საინტერესო დანამატია კიდევ რა ხო ესავი იდეალური კადრი ხოდა კაი ხუმრობა გავარდებოდა აშკარად და იგარი რა ნახოთ რა მოხდება ნუ აშკარად რაღაცა დრო ის ამბავი დრო უნდა გადავხვენ უკან სხვანაირად დედამიწას ვერ შეველება აშკარად ო ეგ ამბავი მიდის ფაქტორის შედეგებში ნახვამდის